ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოსთან სტატუსებით საუბარს აგრძელებს. ამჯერად დიპლომატიური უწყება სოციალური ქსელით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მამუკა მდინარაძე სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებები აცდენილია ამერიკის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივებს. დიპლომატიურმა უწყებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მდინარაძის ინფორმაცია მცდარია. ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული. საელჩოს განცხადებას უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძე დიპლომატიურ უწყებას მოუწოდებს ზოგადი ფრაზების მაგივრად გააჟღეროს კონკრეტული პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებთან დაკავშირებით. თუ რას ფიქრობს მაგალითად ოჯახურ ღირებულებებსა და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვებზე და ასევე USAID-ის მიერ არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ საელჩო თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს და ეს მათი ბოლო განცხადებებითაც დადასტურდა. შეხედულებების შესაბამისად ჩვენ გვინდა მოვისმინოთ არა ზოგადი რაღაც ფრაზები, არამედ კონკრეტულად იმ შეცვლილ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიცია, რომელიც ათასგზის გახმოვანებულია მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. ასევე მოუწოდებთ, რომ დაუჯერებელია, რომ საელჩო ცდილობდეს, რომ Deep State-ის აგენტურა სხვაგვარად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. წარმოუდგენელია. გნებავთ ცოდნა დამიწუნო, რაც უნდა გააკეთო. ყველა საქართველოშიც და ამერიკაშიც დარწმუნებულია, ოდნავ თუ გარკვეულია, რომ თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება ფაქტობრივ თანხმდროში ერთმანეთთან არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს. საელჩოსგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში არათუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებენ რამეს, არამედ პირიქით თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს. როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, საელჩო უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ Deep State-ის ქართველ აგენტებს დამატებით დირექტივებს აძლევს. კარგი იქნებოდა და უფრო მეტად თუ კონკრეტულად ესე აბსტრაქტულად კი არ იტყოდნენ, დეტალურად იტყოდნენ, რომ თუ რა შემთხვევაში და რა საკითხთან დაკავშირებით გააჟღერა მამუკა მდინარაძემ არასწორი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, არ გაუჟღერებია და ზუსტად ამიტომ არის, რომ ქუცქუთი ეწვისო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ეხლა არ იზიარებს საერთოდ პრეზიდენტი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოზიციას. ვართ მოვისმინოთ პირველ რიგში მათგან რა გაკეთდა 20 იანვრის მერე ან რა არის დაგეგმილი სწორედ იმ პოლიტიკის აღსასრულებლად, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ის ითქვია, რომ არათუ თბილისში, არამედ სხვა დედაქალაქებში, მათ შორის იგივე ვაშინგტონში, სხვა უწყებებში Deep State-ის საკმაოდ მეტი გავლენები აქვს დღემდე და იქაც ხდება ტრამპის პოლიტიკისთვის ხელის შეშლა, გადაწყვეტილებების არასრულება, გადავადება და ასე შემდეგ და როგორც ჩანს ეს ქმედებები მათ შორის თბილისის მათ საელჩოშიც გამოეხატება. მამუკა მდინარაძემ პრინციპში ნაწილი განაცხადა იმ შინაარსისა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა არა მარტო განცხადებებით, არამედ ბრძანებებით გამოაქვეყნა და მათ შორის მისმა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა. შესაბამისად, რა გამოდის, რომ საქართველოში ამერიკის საელჩო არ ეთანხმება და ცოდნას უწუნებს საკუთარ პრეზიდენტს ტრამპს. ამ დროს ამბობს ამერიკის საელჩო, რომ ასრულებს თავისი პრეზიდენტის ბრძანებებს. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკის საელჩოს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. მათ შორის ტრამპის ინაუგურაციის შესახებ შტატების დიპლომატიურმა უწყებამ მხოლოდ მეორე დღეს გაავრცელა განცხადება. როგორც ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი არა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არამედ საქართველოში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგია.